ანა დოლიძე, პარტია ხალხისთვის ლიდერი ხსნის ჩვენს ეთერს. ანა, მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. სხვათა შორის, ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი მოსაზრება მომისმენია ადგილობრივი ექსპერტებისა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ოპოზიცია უკვე უნდა ფიქრობდეს გარკვეულ გადაწყობაზე, კონფიგურაციაზე, არ ვიცი, რეფრეშზე, შეიძლება ასე ითქვას, ფორმაში ჩადგომაზე, იმიტომ რომ შესაძლებელია რაღაცა სხვა პოლიტიკურ ბრძოლაში მოუწიოს ქართულ ოცნებასთან ჩაბმად, მათ შორის სახელდება, არ ვიცი, ვადამდელი არჩევნები. ჯერ მოდი უფრო გლობალურად შევხედოთ ამ საკითხს. თქვენც ხომ არ გაქვთ როგორც პოლიტიკოს მოლოდინი, რომ თუ კი სტაბილური და ხანგრძლივი მშვიდობა ნამდვილად დაისადგურებს მსოფლიო ლიდერების ძალისხმევით და შეთანხმება, თუმცა არ ვიცით რა ფორმით, მაგრამ მაინც შედგება, შესაძლებელია ეს პირდაპირ არა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოსაც შეეხოს. მოგესალმებით, ემა, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. Რა თქმა უნდა, ჩვენი ბედი ნაწილია აი ახალი გადანაწილებისა, ყოველთვის ესე იყო ისტორიულად, იმ შესაძლო გადანაწილებისა, რომელიც შეიძლება მოხდეს უკრაინასთან დაკავშირებით. ეს პროცესი რაღაცა მონაცემებით გაგრძელდება გაზაფხულის განმავლობაში და ალბათ რაღაცა გადაწყვეტამდე მივა. რა თქმა უნდა, აქ ძალიან სამწუხაროა ჩვენი დე-ფაქტო ხელისუფლების განცხადებები, მართლა გულს მიკლავს, რომ იმდენად დავალებულნი არიან რუსეთისგან, რომ პირდაპირ უკვე რუსეთის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ. შესაძლებელი იქნებოდა ასეთი მონები რო არ იყვნენ, რომ აი მაინც შესაძლებელი იქნებოდა, რომ მაგა დუმილით მაინც გაეტარებინათ ეს პროცესი. როგორც ჩანს, იმდენად დავალებული აქვთ მათ რუსეთისგან ეს ყველაფერი ან მხარდაჭერა აქვთ მიღებული, ან ფული აქვთ მიღებული, რომ ისინი თავს ვალდებულად თვლიან, რომ აი მთელი ცივილიზებული სამყაროს საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთონ. ვინ არის იქით მხარეს? რუსეთი და ბელორუსია და ჩვენი დე-ფაქტო ხელისუფლება. სამარცხვინოა. თუმცა თავად ტრამპის გეგმასაც მე უკვე ვთქვი, რომ რუსეთში დაწერილს უწოდებს, ხო, შორის კრემლი არ უარყოფს, რომ მათ პირობებზე მოხდა შემდეგ უკვე ტრამპის ადმინისტრაციაში გეგმის შემუშავება. ანუ მათი პირობები იყო საფუძველი ამ გეგმისა. ჩვენ გავიგებთ, ხა როგორც ჩანს, პირველ გეგმაზეც სახელმწიფომ დილმანმა თქვა, რომ ეს ბოლომდე არასახავდა ტრამპის ნებას, მერე პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ბოლომდე არასახავდა ჩემ ნებას. მას აქვს დაწერილი ბესტსელერი მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ის არის და მოდის ბიზნესიდან. არ გამოვრიცხოთ, რომ მან იცის ტაქტიკები მოლაპარაკებებისა, ოღონდ როდესაც 800 პროტოკოლის თანამშრომელი არ გახლავს და არ იწერს ყველაფერს, რასაც აკეთებ ორივე მხრიდან. ანუ სახელმწიფოში მუშაობა და სახელმწიფო აპარატის გაძღოლა ამხელა დონეზე სხვა არის და და სრულიად წარმატებული გამოცდილება, რაც მას ნამდვილად აქვს, ხო? სხვა არის. ნახოთ, დაველოდოთ პროცესებს. იცით რა, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი აისახოს საქართველოზე? აი განსაკუთრებით ყურადღებას იქცევს ჩვენს ქვეყანაში აი ამ სამშვიდობო გეგმის ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც სხვადასხვა ფორმით, ხომ, სხვადასხვა შინაარსით, მაგრამ ძირითადად ერთი პათოსით მაინც რჩება როგორც ევროპულ, ისე ამერიკულ გეგმაში. ეს არის უარი ნატოში ინტეგრაციაზე. ჩვენ გვახსოვს პუტინის ულტიმატუმი, რომელიც თუ არ ვცდები 2023 წლით თარიღდება, სადაც იყო ნათქვამი, რომ უკრაინასაც და საქართველოსაც უნდა ეთქვა უარი, მათ შორის საკონსტიტუციო დონეზე ნატოში ინტეგრაციის პროცესზე. შეიძლება ამას სწორედ ასეთი გაგრძელება ქონდეს? უკრაინასთან მიმართებაში პირველ რიგში ვიტყოდი, რომ აი მთელ ამ მოლაპარაკების საკითხებში უნდა დაისვას კითხვა. და მეორე მხარე, ანუ რუსეთი რას თმობს და სად არის გარანტიები თავდაუსხმელობის შესახებ. ნატო ხო თვითმიზანი არავისთვის არ არის, არც მათთვის, არც ჩვენთვის. ჩვენთვის ნატო არის ამ ეტაპზე თავდაცვის ერთადერთი საშუალება. და უკრაინის მხრიდანაც კითხვა ზუსტად ასე ისმის, რომ
თუ შენ მე მთხოვ, მეორე მხარე მე მთხოვს, რომ მე ნატოში ხელი ავიღო, სად არის თავდაუსხმელობის გარანტიები რუსეთის მხრიდან? არაფერი აქ ასეთი არ წერია. თავდაუსხმელობის გარანტიები, რომ ზოგადად რუსეთთან მიმართებაში არ არსებობს, ამას ჩვენი ქვეყნის მაგალითიც ცხადყოფს, ხომ? თუმცა ისე ვუბრუნდები, ასე ვთქვათ, ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციას თვითმიზანი შეიძლება არ არის, მაგრამ ჩვენთან ეს საგარეო კურსი ქვეყნისა გამყარებულია კონსტიტუციით. ანუ ადრე თუ გვიან ეს საკითხი შეიძლება თუ არა დადგეს საქართველოსთან მიმართებაში და როგორ არის არის თუ არა მზად ამისთვის ადგილობრივი ოპოზიცია. მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ ზუსტად უკრაინაზე გავაგრძელებ, არ დაგვავიწყდეს, რომ უკრაინამ უკვე გააკეთა ძალიან დიდი დათმობა, რის გამოც აღმოჩნდა ამ ვითარებაში. ჩემს საერთაშორისო უცხოელ მეგობრებსაც ავიწყდებათ. უკრაინა იყო ბირთვული სახელმწიფო და სწორედ აშშ-ს საფრანგეთის და სხვების შუამავლობით მან დათმო ბირთვული იარაღი რო ქონოდა, აბა ამას თუ გაუბედავდა, რაც გაუბედეს დღეს. მან დათმო ბირთვული იარაღი და ჩამოვიდა იმ ქვედა საფეხურზე და მაშინაც ეს რატო გაკეთდა? ფარატინა ქაღალდი იყო. იმას თურმე უკან არაფერი არ ედგა. არა, ედგა ის მხარდაჭერა, რომელსაც ახლა იღებს უკრაინა, რომელსაც მუდმივად ემუქრებიან, რომ წაგარტმევო. ანუ უკრაინას ამ შემთხვევაში აღარ უნდა ჩაედიროს ის ისტორიული შეცდომა, რაც მათ მიამიტობის გამო მოუვიდა 90-იან წლებში. ჩვენ რაც შეგვეხება, კონსტიტუციას რო თავი დავანებოთ, ეს გადაწყვეტილება მიღებული არის პლებისციტით. ჩვენ ჩატარებული გვაქვს პლებისციტი, როდესაც მოსახლეობის მილიონზე მეტმა ადამიანმა მივიდა და შემოხაზა ნატოს სასარგებლო და ევროკავშირის სასარგებლო არჩევანი, რომელიც მერე აისახა კონსტიტუციის დებულებაში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დამოკიდებულია შემდეგ რაღაცაზე. დააპირებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი და შეძლებს თუ არა, რომ აქედან გააკეთოს ბელორუსია, რაც მას აუცილებლად უნდოდა და რაც არ გამოუვიდა ჯერჯერობით, თუ დაუბრუნდება ის იმ გზას, რასაც ადგას მე ამას ვეძახი ვუჩიჩის მოდელს, ანუ სერბეთის გზას. დეკემბერში ემა მე შეგახსენებთ, რომ აქ იგეგმებოდა ბელორუსიის რომ მეუბნებიან რა მოიგეთ, რა მოვიგეთ და ის რომ არ გაგრძელდა, რაც დეკემბრის 10-მდე ხდებოდა აქ მთელ ქვეყანაში, ეს სწორედ ქართველი ხალხის და ბრძოლის დამსახურებაა. აქედან არ გამოვიდა, რაც უნდოდა ვიღაცას გამოსვლოდა. მაგრამ ეხლა მეორე ვარიანტი რა არის? პლან B. ხო, აი ძალიან საინტერესოა, ხო, რა იქნება თქვენთვის ნიშანი იმისა, რომ მიდის ბიძინა ივანიშვილი სწორედ აი ამ გზით. არის მეორე შესაძლებლობა, რომ მან დაიწყოს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მოედანზე ყველა მოქმედი ფიგურა გააკონტროლოს ან გაწიოს შეძლების დაგვარად პარტიების გაუქმება, მათ შორის არის გირაოების გამოყენება, ჯარიმები, რუსთაველის გაჩერების მცდელობა. ეს ყველაფერი მოაგროვოს, რომ შემდეგ მე გეტყვით სერბეთის მაგალითს, საინტერესო. კი ბატონო. სერბეთი ასე მიდიოდა, იქ შიგნით ავტორიტარიზმი დამყარდა, ოპოზიციას მოერია ვუჩიჩი, რომელიც ხელისუფლებაში დიდი ხანი არის, არჩევნები გააყალბა და ბოლოს მოტრიალდა და მიუხედავად იმისა, რომ ზეპირ განცხადებებს აკეთებს რუსეთთან დაკავშირებით, მოტრიალდა და დასავლეთისკენ დაიწყო ისევ ნაბიჯების გადადგმა. რაღაცები დაუთმო ევროკავშირს. ევროკავშირმაც დაათმო მასთან ურთიერთობა. გარდა ამისა, აი ახლა გამოაცხადა, რომ თუ საჭირო იქნება, ჩვენ მივყიდით იარაღს უკრაინასო. მაშინ, როდესაც პარალელურად 9 მაისსაც ულოცავს პუტინს. ეს არის სერბეთის მოდელი. ჩვენ გავიგებთ, ნახავთ, ეს ყველაფერი დამოკიდებულია. აი რაზეა დამოკიდებულია ისევ ახლა უკვე მომავალ დეკემბერზე, იმიტომ რომ დეკემბერში ჩვენ ველოდებით ევროპის საბჭოს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას საქართველოსთან მიმართებაში. თუ შესაძლებელია გამოჩნდეს უფრო ადრე, იმიტომ რომ მოვისმინეთ ვერსია, მათ შორის პოლიტიკოსების, არ მხოლოდ ვერსია, რატომ აგერ ლელოს წარმომადგენელი იყო წინა გადაცემაში ჩემი სტუმარი და მან თქვა, რომ არა თუ აქვს მოლოდინი, არამედ აქვს ინფორმაცია, რომ ქართულ ოცნებას ფაქტობრივად არ შეუწყვეტია საარჩევნო კამპანია და ეხლა საარჩევნო პროცესი
პროცესში არიან, რაც მისთვის არის უტყუარი დასტური იმისა, რომ ქართული ოცნება დიდი ალბათობით ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება. ხა, თუ ვით გამოვიყენებთ სიტყვა საარჩევნო კამპანიას, მე მგონი ძალიან დიდი სიმახინჯე იქნება ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით. როგორ არის კამპანია, როცა მარტო ხარ მოედანზე და მუსიკას შენ უკვეთავ, საჭმელს შენ აკეთებ, შენ მღერი ხარ, შენ წეკვა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში იგულისხმებოდა შეხვედრები ამ მომრჩეველთან. ეგ არის აბსოლუტურად ბუტაფორი ასპექტი. რა შეხვედრები ამ მომრჩეველთან? მე რო კამპანიაში ვიყავი, მაშინ არ ატარებდნენ ნამდვილ შეხვედრებს ამ მომრჩეველთან 20-20 წელს ვამბობ. მოყრიდნენ ამ აქტივს 20 კაცს და დაატარებდნენ ერთი უმრიდან მეორე უბანში. ეხლა მე გეტყვით, ეს მაგათი საქმეა ქართული ოცნება რას აკეთებს? ჩვენი საზრუნავი რა არის? აი დღეს გამოქვეყნდა გადაწყვეტილება ქართული ენის გამოცდებთან დაკავშირებით, რომელზეც ჩვენმა დე-ფაქტო პრემიერმა აღმოჩნდა, რომ არ იცოდა. ეს ხო საერთოდ დიაგნოზია. განათლების მინისტრმა გააკეთა განცხადება, დიდი ზარზეიმით ბრიფინგი ჩაატარა, რომლის შინაარსი არ იცოდა პრემიერმა. ეხლა რატომ ხდება ეს? ეს უკავშირდება ისევ და ისევ უცხოელების შემოყვანას საქართველოში. იქმნება შესაძლებლობა, რომ იმ ადგილებში, სადაც მანამდე ვერ აყავდათ უცხოეთის მოქალაქეების სამსახურში, ფარატინა გამოცდებით. მოიტანთ თქვენ ცნობას, რომ იცით ქართული, რომელსაც გადაიხდით, რა, კორუფცია არ არისო, ვინმე მეტყვის, სახლიდან რო ამოაქვს, მოქალაქეობას არ აძლევენ ისი ადამიანს, თუ სახელმწიფო ენა არ იცის. არა, ხო და ნახეთ რა შეასაქმე, აღარ დაჭირდება მოქალაქეებისთვის მიმართვა. ქართული ფესვები კონდეს. აღარ დაჭირდება მოქალაქეებისთვის მიმართვა არავის. ეს გამოცდები, მოქალაქეობის გამოცდები ხო არ არის. მოქალაქეობის გამოცდები ცალკეა. ეს გამოცდები იქნება იმისთვის, რომ მარტივად მოიცილონ საქართველოს მოქალაქე სამსახურიდან, ხო გააკეთეს ეს საჯარო სამსახურთან მიმართებაში და თქვან რომ აი ამის მაგივრად აღარ გჭირდება შენ დადასტურება მოიტანა 103 გამოცდის დონეს ქართულ ენაში და დასაქმდები. ამისთვის არის ეს და ამას უკავშირდება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც მე დავაყენე ეროვნული გადარჩენის გეგმაში, რომელსაც აუცილებლად უნდა ვთქვა და ეს არის, რომ ყველა ბიზნესმა უნდა გამოიქეკოს ყურები და კარგად დაფიქრდეს სანამ ნებართვის გარეშე უცხოეთის მოქალაქეს აიყვანს სამსახურში. ეს არის სერიოზული საკითხი. ეს არის საკითხი, რომელიც უკავშირდება იმას, დემოკრატია გვექნება კი არა. საერთოდ აქ ვინ იცხოვრებს? ემა ძალიან მნიშვნელოვანია. ნახეთ, ჩვენზე ძველი, ჩვენზე ისტორიული, ჩვენზე დიდი კულტურის სახელმწიფოები გადაშენდნენ, ამ ტერიტორიაზე იყვნენ და აღარ არიან, ხო? მუზეუმებში არიან გამოფენილი. ჩვენც აღარ ვიქნებით და თვალსა და ხელშუა გვეცლება, რატო იცით? იმიტომ რომ დაასდევენ და იმაზე უყურებენ, რა ქვია. კახა კალაძე სად ჩაატარებს? საერთოდ არ მაინტერესებს. სად ჩაატარებს შეხედა. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებზე საუბრობ. მე მაინტერესებს, ხვალ ზეგ ჩვენი საუბრობთ ოპოზიციის ქართველების საკითხი დადგება აქ? ანა, ოპოზიციის პოზიციიდან საუბრობთ. მადლობა თქვენ როგორც პოლიტიკოს ხართ ერთ-ერთი გამორჩეული მათ შორის, ვინც ძირითადად სოციალურ საკითხებზე აკეთებს აქცენტს. ეს გადარჩენის საკითხი. პოლიტიკურ მესმის, მაგრამ აი თქვენ საუბრობთ მუდმივად ოპოზიციის პოზიციიდან. მე როდესაც კითხეთ შესაძლო ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, თქვენ თქვით რომ ესო ქართული ოცნების საქმე რას გააკეთებს. თუ მართლად დაინიშნა საპარლამენტო არჩევნები, ანუ თქვენი როგორც ოპოზიციის საქმე ეს არ იქნება? ჩემი საქმე არის ზუსტად ქართულ ხალხს აუხსნა და ზუსტად ამას ვაკეთებ, რომ ხალხნო უნდა დააფიქრდეთ, რომ ცოტა ხანში ევროპა, საქართველო, რუსეთი, კრასნოდარი საერთოდ თემა აღარ იქნება. დემოკრატია და დიქტატურა. დემოკრატია და დიქტატურა საერთოდ ქართული აღარ იქნება. ეს მინდა ხალხს აუხსნა ეროვნული გადარჩენის გეგმით. წაიკითხონ ჩემ ვებგვერდზე, იქ მიწერია, რომ რაოდენობრივად რაც ვიყავით, ცოტავდებით და კიდევ უფრო გვაცოტავებს ქართული ოცნება, იმიტომ რომ ცოტა ხანში ვინც დავრჩით და რაღაცნაირად გავჩერდით, ხო გაჩერდით აქ თქვენ და თქვენი ოჯახი და თქვენი თანამშრომლები, ჩვენც აღარ ვიქნებით ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ გვეტყვენ რომ წადი აქედან და ვინც დამთავრდება რომ გადაუხადო მარტო საჭმლის ფული, იმას ჩამოვიყვან აქ სამუშაო. ანა, თქვენ ხომ დარწმუნებული ხართ რომ ძალიან ბევრს ჩვენი თანამოქალაქეებიდან ეს და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემატური საკითხებიც ესმის მათი სიმწვავეც და ისიც ესმის რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ, მაგრამ
ბუნებრივად ჩდება შეკითხა, ჩვენ რა გავაკეთოთ მოქალაქეებმა? ამას ჭირდება ხელისუფლების შეცვლა, ხომ? რომ ეს ყველა პრობლემა მოგვარდეს და გადაწყდეს საკანონმდებლო დონეზე. თუ არა არჩევნები, მაშინ როგორ შეიძლება დადგეს არსებული ხელისუფლების გადარჩევის საკითხი დღის წესრიგში? ანუ ჩვენ რა გავაკეთოთ მოქალაქეებმა, გარდა იმისა, რომ მივიღეთ თქვენგან ინფორმაცია, გავიაზრეთ, დაგეთანხმეთ და ის შემდეგ რას ვაკეთებთ? მოდი დავიწყოთ მეტაფორას გეტყვით რა, შედარებას. ფეხბურთის გუნდს და ნაკრებს შეჯიბრი ყოველ დღე ხო არა აქვს და ყოველ კვირასაც არა აქვს. როდესაც მას შეჯიბრი არა აქვს, ის ვარჯიშობს და ემზადება. ოპოზიციის საქმე არის შეჯიბრზე გამარჯვება და ეს შეჯიბრი არის სამართლიანი არჩევნები. ისეთი არჩევნები კი არა, სადაც არის მუშტი კრივი და სადაც დამთვლელის, ხმის მიმცემიც, დამკვირვებელიც და ყველა არის ლურჯ მაისურიანი ადამიანი. ქართული ოცნების მიერ ჩატარებულ არჩევნებში თქვენ ანა დოლიძე მონაწილეობას არ მიიღებთ. ეს არ მეთქვამს. მე ვთქვი, რომ ჩემი ამოცანა არის, რომ სანამ იქნება ჩემთვის და ჩემი ხალხისთვის მისაღები არჩევნები, მანამ იმაზე კი არ უნდა ვისაუბრო, რა მაინტერესებს რამდენ დადგმულ შეხვედრაში შეხვდება ვიღაცა კახიკალაძეს. მე მაინტერესებს, ჩემმა ხალხმა ზუსტად იცოდეს, იფიქროს, იზრუნოს და გაერთიანდეს, დიასპორა გაერთიანდეს. ძალიან მნიშვნელოვანია. კაი, შემდეგი არჩევნებში არ მიიღებს დიასპორა მონაწილეობას. აი რომ მიიღებს არჩევნებში დიასპორა მონაწილეობას, ისე მიიღოს, რომ ყველამ ძალიან კარგად იცოდეს, რომ ეს ხაზი არ უნდა გადაუსვა შენ თანამოქალაქეს. ეს არის ეთნიკური წმენდა, ეს მინდა ვთქვა. რასაც ესენი უკეთებენ, ტყუილა არა ვარ გაბრაზებული. მეც ვიყავი ემიგრანტი და 16 წელი დედაჩემი მუშაობდა და სადაც არ უნდა გაიხედოთ, ემიგრანტებით არის, ემიგრანტებით სულდგმულობს ჩვენი ქვეყანა. საერთოდ აქამდე, ხო? ეს არის ეთნიკური წმენდა. ანუ ეს არის შენი ქვეყნის მოქალაქეების 1.5 მილიონის გარიყვა იქიდან, რომ მათ სახელმწიფოს მართვაში მიიღონ მონაწილეობა. რას ეუნება 1.5 მილიონი თავის საკუთარ თანამოქალაქეს, ქართული ოცნებ? არ მჭირდება, მე არ მაინტერესებს შენ რას ფიქრობ, რომ ქვეყანა როგორი უნდა იყოსო. როცა იქიდან აგზავნის ჭამის ფულს, ჩაცმის ფულს, სკოლის ფულს, ჯანმრთელობის ფულს, როგორ ვიქნებოდი საერთოდ ემიგრანტების გარეშე? ეს არის სამარცხვინო საქციელი, ეთნიკური წმენდა ქართული ოცნების მხრიდან და აი როდესაც გვექნება საშუალება რომ ეს ვაჩვენოთ, მაშინ ვაჩვენებთ ამას და მანამდე მე უნდა ვიმუშაო, ჩემი საქმე ეგ არის, იმის განხილვა კი არა, რა დაკიდა ნაძვის ხეზე ანუკა არეშიძემ. არ მაინტერესებს. ჩემი საქმე არის ქართულ ხალხს უკუთხრა. უნდა თავის შემოვინახოთ, ვიფიქროთ, ოცნების მომხრეებს უნდა ელაპარაკონ და უნდა აუხსნან, რომ ამ ციფრის შემოხაზვა არის სირცხვილი. თუმცა თქვენ თავად აღნიშნეთ, რომ აი ერთობა მნიშვნელოვანია, მათ შორის ერთობა ემიგრანტებში. სხვათა შორის ერთობის აუცილებლობაზე საუბრობს ოპოზიციაც. ოღონდ ყველას თავისებურად წარმოუდგენია ეს ერთობა, ხომ? აი ლელო იძახის, რომ აუცილებელია რაღაცა კოორდინირებული მოქმედება, აი სულ მინიმუმ როგორც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში იყო, დიდი ოპოზიციური პარტიები უნდა ჩამოყალიბდნენ არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე, იმიტომ რომ ბოიკოტმა ისინი ადგილობრივ არჩევნებში მნიშვნელოვნად დააზარალა. სააკაშვილიც საუბრობს გარკვეული ტიპის ერთობაზე, სადაც რა ვიცი, შეიძლება განცდა, რომ ლიდერად საკუთარი თავი წარმოუდგენია. დღეს ნიკა მელიამაც გახსნა გარკვეული ბრჭყალები და თქვა, რომ კილომეტრზეც არ გაეკარება ისეთ ადამიანს, რომელიც მას აბრალებს ივანიშვილთან თანამშრომლობას და ახლა ყველა მიხვდა, რომ სააკაშვილს გულისხმობდა და მელიამ თქვა, რომ თუ დღის წესრიგში დადგება პარტიების გაუქმების საკითხი, ყველა თავისუფალ პოლიტიკურ ცურვაში უნდა გადავეშვათ და იქიდან უნდა ვებრძოლოთ ქართულ ოცნებასო. ანუ როგორც ჩანს, ოპოზიციასაც აქვს გარკვეული უფრო ეფექტური კონფიგურაცია მოსაფიქრებელი. ამ საკითხზე რას ფიქრობთ? მე ყოველთვის ვიღებ გადაწყვეტილებებს ჩემი ამომრჩევლის და ჩემი მხარდაჭერების დაკვეთით და მათი მოსმენის შედეგად რა გადაწყვეტილებაც ტაქტიკური იქნება მისაღები, ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული და მიღებული იქნება თავის დროზე, იმის გარეშე, რომ აგერ ზამთარი მოგდგომია, თავისუფლებაზეა ადამიანი თუ ციხეზეა ადამიანი, ყველა ელოდება საშინელ ზამთარს. ცნობილ სერიალში რო არის ზამთარი მოდის და ეს რო არის როგორც სიგნალი, რომ დიდი უბედურება დატრიალდება.
ეს იქნება რთული ზამთარი ეკონომიკურად. ადამიანებს, ვინც ვართ თავისუფლებაზე გაგვიჭირდება, იმიტომ რომ ყველაფერი გაძვირებულია და ჩვენი ცხოვრება გაძვირებულია, გაორმაგებულია ყველანაირი სასურსათო პროდუქტის ფასები და ადამიანი ციხეზე თუ არა ვიგებთ რა მდგომარეობაშიც არის. იმიტომ ვებრძოდი სააკაშვილის რეჟიმს, იმიტომ კი არ ვებრძოდი რომ პერსონალურად ვინმე არ მომწონდა. იმიტომ ვებრძოდი რომ ციხეზე სიტუაცია არ მომწონდა და აღმოჩნდა რომ ციხეში ეხლა გინდა პოლიტპატიმარი და არა პოლიტპატიმარი ყველა ცუდ სიტუაციაშია და ბოლო-ბოლო მართლა როგორც მოითხოვა პოლიტპატიმარმა დღეს გამოვიდნენ და მოუყვნენ რა ხდება ამ ციხეზე რა საჭმევენ ჩვენ ხალხს არსებობს საერთაშორისო სტანდარტები ადამიანი რომ დასჯილია პასუხს აგებს დანაშაულისთვის კი არ უნდა გადაუარო და გაასაზრდო როგორც კეთდებოდა წინა ხელისუფლების დროს ეგ იყო პრობლემა ყველა ადამიანს გარეთ არის თუ ციხეში უნდა შეუნარჩუნო ღირსება და როდესაც ასეთი პირობები გველოდება გარეთ ადამიანები წუწუნებენ რომ რეალურად გზის ფული არ აქვს. ემა მე დავდივარ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ვხედავ რომ ადამიანებს უჭირთ სატრანსპორტო გადასახადის გადახდა. ლარის უჭირთ სანამ ინსპექტორი არ ამოვა მანამდე ხალხი ფულს არ იხდის. იმიტომ რომ ეს არის ფული რომელსაც ადამიანი ადვილად ჩვენი თანამოქალაქე ხელს დიდან ვერ უშვებს იმ ლარიანს და ამ პირობებში არ ვილაპარაკებ ამ ტაქტიკებზე. როდესაც საქმე იქნება გასაკეთებელი, მე საქმეს ყოველთვის ვაკეთებ 100-იანზე. ეგ ყველამ ნახა. ამას აუცილებლად გავაკეთებ და მანამდე საქმეზე ვილაპარაკებ ხალხთან. გარკვეული წითელი ხაზები, ვისთანაც მაგალითად არც ერთ შემთხვევაში არ დაილაპარაკებთ გარკვეულ პოლიტიკურ თანამშრომლობაზე. აი როგორც მელია თქვა რომ არც ბიძინა ივანიშვილი და არც მიხეილ სააკაშვილი ზოგი ამბობს რომ აი გახარიასთან არც ერთ შემთხვევაში ისინი რაღაცა პოლიტიკურ თანამშრომლობას არ განიხილავენ. ისე კი აქვთ პერსონალურ თუ პარტიულ დონეზე გარკვეული ტიპის კონსულტაციები. ანუ თქვენ ამ სიტუაციაში არც ახლა ხართ ჩართული და არც უახლოეს მომავალში არ აპირებთ ჩართვას მანამ სანამ ჩვენს ქვეყანაში სოციალური პრობლემები არ მოგვარდება? არა, მე ვამბობ რომ ასეთ ძვირფას დროს მე არ ვაპირებ დაუთმო იმას, რასაც ბოლო 20 წელია ვამბობ, რომ დღეს რა სისტემას ჩვენ მივიღეთ. სისტემა არა გეოპოლიტიკური ორიენტაცია, არამედ რა სისტემაც ემსახურება ამას. სასამართლო იქნება, პროკურატურა იქნება, პარლამენტში შესული ხალხი იქნება. ეს არის იმის გაგრძელება, რომ 2012 წლის მერე სისტემა არ დავანგრიეთ ჩვენ. ეს იყო დიდი ტყუილი. არ დაინგრა არაფერი. ბიძინა ივანიშვილმა გამოიყენა ხალხი, რომელსაც ჰქონდა სატკივარი, გამოიყენა იამეტრეველი. გამოყენებული არ არის? გამოყენებული არ არის, როგორ რამდენიმე ადამიანი აარჩიეს ბუტა რობაქიძის საქმიდან. გამოიყვანეს და იქიდან მარტო საქმეზე ახლა მიუსაჯეს. ახლა მიუსაჯეს მარტო ირაკლი ოქროაშვილს და ზურა ადეიშვილი. ახლა ზურა ადეიშვილი. უკაცრავ როგორ შეიძლება როგორც ამბობს სასამართლო მტკიცებულებები. ამ სასამართლო მის ბრალეულობასთან დაკავშირებით. ნუ ახლა ამ სასამართლოს რო არაფერი დაეჯერება გასაგებია. მე ზუსტად ვიცი მე მონაწილეობდი ვიცავდი ამ უფლებებს ამ ოჯახის. ვიქცევი როგორც გირგულიანის ოჯახის და ყველა დიდი საქმის ვაზაგაშვილების საწყალი ვაზაგაშვილების ოჯახის უფლებებსაც ვიცავდი. მაშინ და წინა ხაზზე ვიდექი. და რატომ თავარი პირი აუარეს გვერდი ზურა ბადეიშვილს. გაქვთ თქვენი ვერსია? ან შესაძლებელია გარკვეული ინფორმაციაც გაქვთ ამ არა, აქ მოხდა ის რომ სამართლიანობა არ აღდგა. სამართლიანობა არ აღდგა და დღესაც პროკურატურაში შემოდებულია საქმეები, სადაც ადამიანები სამართალს ითხოვენ. ადამიანები, რომელსაც სააკაშვილის დროს გაუხსნეს საქმეები და ვერავინ ვერ მოიცალა იმის შემდეგ, რომ ეს საქმეები დაეკეტათ და ეს ხალხი ამერიკიდან და საფრანგეთიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან ქვეყანაში ვერ ჩამოდიან ამის გამო. სამართალი ვერ იპოვა ამ ხალხმა. რატომ? იმიტომ რომ მურუსიძე ჩინჩალაძის კლანი თურმე აგერ ისთვის ჭირდებოდა ბიძინა ივანიშვილს, იმისთვის ჭირდებოდა, რომ ეხლა ახალი ხალხი აეყვანა მძევლად. ჩემი ამოცანა არის ადრე თუ გვიან ეს სისტემა უნდა დავანგრიოთ, მე დავანგრევ მე თვითონ. სხვას კი აღარ დაველოდები. ხო და როგორ მე დავანგრევ მე თვითონ. დავანგრევას თუ რამე იცით ახლა გითხარით, ხო, იმიტომ რომ ამაზე მსჯელობს აგერ ოპოზიცია რამდენი წელია, ხო? ზოგი ამბობს რომ ეს სისტემა დაინგრევა, თუ მაგალითად პროტესტი გაძლიერდება და ოპოზიცია არც ერთ ფორმატში არ ითანამშრომლებს ქართულ ოცნებასთან. მეორენი ამბობენ რომ ყველა პოლიტიკური ბრძოლის ველი უნდა იყოს გამოყენებული, რაოდენ უსამართლოც არ უნდა იყოს საარჩევნო სისტემა ჩვენს ქვეყანაში. თქვენ თუ რამე იცით იქნებ მარტო როგორ აპირებთ აი ამ სისტემის მე აქ ამ სხვადასხვა ძალიან ბევრი რამე გამომივიდა, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში ვარ.
ძალიან ბევრი რამე. თუმცა თავარი ხომ მაინც ხელისუფლებაში მოსვლა იმისათვის რომ ყველა ის ასე ვთქვათ პრობლემა მოაგვაროთ, რაზეც თქვენ საუბრობთ წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლას ჭირდება ხალხთან მუშაობა და არა მსჯელობა. და მე ამას ვაკეთებ. ხო და მითხარით როგორ დაანგრევთ მარტო, აი თქვენ თქვით ეს წინადად მე მარტო დავანგრევ ამ სისტემას. მარტო არ მithქვამს, მე დავანგრევ. მე დავანგრევ, მარტო არ მithქვამს. მე დავანგრევ. ის ხალხი, რომელიც მე მომყვება, რომელიც როდესაც დემოკრატიულად მეტნაკლებად ტარდებოდა არჩევნები, მირჩევდნენ და მხარს სწორად გაგიგეთ, მე გულისხმენ რომ სხვა პოლიტიკოსების გარეშე აპირებთ ქართული ოცნების სისტემის დანგრევას. ნახეთ, მე მქონდა იმედი, რომ როდესაც მოხდა ცვლილება 2012 წელს, სასამართლო, როდესაც მოხდა იუსტიციის საბჭოში მართლა შოქში ჩავარდი, იქ რაც დავინახე და სამწარებლოც ჭანდა, მანამდე მქონდა იმედი, რომ ის რეპრესიების მთავარი შემქმნელი ორგანო, რომელიც იყო სასამართლო, თავის პროკურატურა ან პოლიცია, ეს ყველაფერი დაინგრეოდა და აქ იქნებოდა დემოკრატია. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, ამასაც უნდა გავცე პასუხი. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლასთან პასუხისმგებელი არის მიხეილ სააკაშვილი. ცირა ამ ბოლო დროს ძალიან ბევრ ხალხს აბრალებენ რაღაცეებს, მაგრამ არ დაგვავისდეს, რომ თავარი თანამოაზრე, თავარი დამფინანსებელი, თავარი ვინ იყო, ვინ იმისი ნაციონალური მოძრაობის ბიძინა ივანიშვილი. თავარი ხო, ეცეთ არის, ეხლა ჩვენ რომ 2012 წლამდე აფინანსებდა და არა, 2012 წლამდე ხელისუფლება იყო ნაციონალური მოძრაობის ხელში და მას შეეძლო თუ მას ჰქონდა სარწმუნო წყაროები უსაფრთხოების სამსახურების დაზვერვის სამსახურების და დამამთავრებინეთ ემ არ მასდით არა წინადადება ვერ დავამთავრებ ერთ ერთი ნახეთ 2012 წლამდე ნახეთ გაიხედეთ თავისუფლების მოედანზე მაჯვნივ ზევით რო აიხედათ თქვენ დაინახავთ უზარმაზარ შენობას რომელიც არის თავის დროზე აშენებული ყველა სამშენებლო ნებართვის დარღვევით ეს არის ბიძინა ივანიშვილის სასახლე ეს არის ჩემთვის სიმბოლო იმისა, რამხელა ძალაუფლება ჰქონდა მას სწორედ 2012 წლამდე. და თუ არსებობდა საქმეში, ფაილში, ხო, საქმეში, არა ჭორის დონეზე, საქმეში თუ არსებობდა ინფორმაცია სარწმუნო, რომ ის ემსახურებოდა რუსეთის ინტერესებს, მაშინ მთელი სახელისუფლებო აპარატი დაზვერვა, უსაფრთხოება, კუდი, სოდი, მე და ვიღაცებს რო დაგვდევდა ასეთ კერძო პირებს, მას უნდა ემოქმედა და რეალური ზომები უნდა მიიღო და მე ახლა პარალელს გეტყვით. ცოტა ხნის წინ ივლისში იცით რომ ნიკოლ ფაშინიანმა დააკავა რუსეთში მოხვაწე ბიზნესმენი, რომელსაც პოლიტიკური ამბიციები აქვს სომხეთში და გამოაცხადა ის ოპერაციად ივანიშვილი 2 დააკავა. კი არ დადიოდა ეთერ-ეთერ და ამბობდა, არამედ სისხლის სამართლებრივი ზომები მიიღო, რაც უნდა გააკეთო თუ ზუსტად იცი, რომ ვიღაცა რუსეთიდან არის გამოგზავნილი. ამიტომ მე ვიტყოდი, რომ ავანსცენაზე, როდესაც საუბარი არის ხოლმე, ხო, ვინ არის პასუხისმგებელი? ავანსცენაზე მარტო ამიტომ კი არ არის პასუხისმგებელი წინა ხელისუფლება. იმიტომაც არის პასუხისმგებელი, რომ არც ერთი მოქმედი კონკურენტული ძალა არ იყო 2012 წელს, რომელსაც რაიმე შეეძლო. ველი იყო მოსუფთავებული. რაც ეხლაც ხდება. ველი ისდენად არის მოსუფთავებული, როდესაც დატოვებ ასე მოთამაშეების გარეშე ველზე ნაყოფიერი გარემო იქნება იმისთვის, რომ ვიღაცა ახალი შემოვიდეს, რომელიც შეიძლება საერთოდ არ იყოს ქვეყნისთვის კარგი. ესე მოხდა ყველა ქვეყანაში, ესე მოხდა ლიბიაშიც, მაგალითად, როდესაც თავიდან ბოლომდე განადგურდა ოპოზიცია და კაცი შვილი დღეს დავინახეთ, ხო, წერა კითხვის უცოდინრადი ადამიანებს, როგორ შეიძლება კონდეთ 13,000 ლარი ხელფასი პარლამენტის კომიტეტის ხდომაზე ვამბობ, ემა, მართლა სამარცხვინოა, პროფესორებს აქვთ ხელფასი, ამასწინათ ლიტერატურის ინსტიტუტის ქალბატონი მხდება 600 ლარი მაქვს ხელფასი. აი, ამიტომ გაწყვეტინებთ ხოლმე მე თემას. პარლამენტში ხო, პარლამენტში აქვთ ადამიანებს 13,000 ლარი ხელფასი, წერა კითხვა არის. მაგრამ აი თქვენ რაც ჩამოთვალეთ ივანიშვილთან დაკავშირებით, ასე მისი შუშის სასახლე, რომელიც ყოველგვარი ასე ვთქვათ ნებართვების დარღვევით, კანონდარღვევით, მოდი ასე ვთქვათ, და სამშენებლო ნორმების დარღვევით აშენდა დაფინანსება, რომელსაც ის ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას სხვადასხვა დროს უწევდა და ბევრი სხვა. თქვენ რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში მაღალ სახელისუფლებო თანამდებობას იკავებდით, ეს ყველაფერი ხომ იცოდით ბიძინა ივანიშვილზე და მით უმეტეს იცოდით, რომ სწორედ ის რუსეთიდან მოსული ბიზნესმენი იყო პოლიტიკაში. კი, რა თქმა უნდა.
მე ეს დისკომფორტს არ გიქმნიდათ, ანუ ეს ახლა ხომ არ გაგიგიათ ან ქართული ოცნებასთან დაპირისპირებაში შესulis შემდეგ, ანუ ეს ყველაფერი თქვენ მანამდეც იცოდით და ეს არ გიქმნიდათ უხერხულობას სასახლეც დაფინანსებაც, რუსეთში რო ქონდა ბიზნესები გაკეთებული სხვადასხვა დროს და მუშაობდით ძალიან მაღალ სახელმწიფო თანამდებობაზე ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი მიმართულების დიახაც, ამიტომაც სამინისტრის მოადგილის პოსტი გეკავა. დიახაც, პირველ რიგში ვიტყვი რომ იცით როდის ვიბრძოდი იმ უკანონო მშენებლობის წინააღმდეგ, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის სასახლე? მაშინ, როდესაც ის აშენდა. მაშინ, როდესაც მის ქვედა ტერიტორიაზე 2006-2007 წლებში მთელი ამერიკული დასახლება აანგრიეს, აყარეს და უკანონოდ მისი სასახლე დააშენეს თავზე. ვინ ედგა, სახელები და გვარებით შემიძლია ჩამოთვალო. ვინ ედგა ამ ხალხს გვერდში? სწორედ იმიტომ, რომ მათი საკუთრების უფლება ხელყვეს. მე მაშინ საიას თავმჯდომარე ვიყავი და მთელი ეს დასახლება მაქვს მოვლილი და ნანახი მაქვს, როგორ აიღეს იქიდან ისინი სახლები იმისთვის, რომ ივანიშვილის სახლი აეშენებინა. ეს ერთი ანუ ბევრად ადრე, ვიდრე საერთოდ მისი პოლიტიკური ფიგურა გამოჩნდებოდა, მაგრამ ეხლა მეორე. ხერხულობა არ შეუქმნია ან მათთვის, ან თქვენთვის, არა, მეორე, ნახეთ, ერთი გუნდის წევრები ყოფილიყო. აქ საუბარი არის, არა, ჯერ ერთი ეს იყო კოალიციური მთავრობა. ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია, რომ ეს კულტურა ჩვენ ამ მომრჩეველში აღზარდოთ. კი არა, გავაფუჭოთ. არამედ აღზარდოთ, რომ ეს იყო კოალიციური მთავრობა და მე ჩამოვედი კოალიციის ერთ-ერთი წევრი პარტიის დაპატიჟებით კანადიდან კანადაში მუშაობდი, მაშინ პროფესორი ვიყავი. ჯერ ეს ერთი. მეორე გითხრათ ვინ მოგიპატიჟეთ თუ ეს ცნობილი? კი არ, დინა ხიდაშვილმა მაშინ რესპუბლიკური კოალიციაში შედიოდა რესპუბლიკური პარტია და მათ დამიზარეს. არა, ასევე უნდა ვთქვა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ივანიშვილის მოყვანაზე 2012 წელს აი ამ პასუხისგებლობაზე ვსაუბრობდი, რომ მის მოყვანაზე თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, სწორედ ხშირად ისმის ხოლმე სააკაშვილის პოსტებში ამ ბოლო დროს. მან სწორედ თავის სახელმწიფო უწყებებში უნდა დასვას ეს კითხვა, აგერ იმასთან შედარებით. და ჩემი აზრით, ჩემი ჰიპოთეზით, მთელი კურსი შეიცვალა ქართული ოცნებისა, გეოპოლიტიკური კურსი შეიცვალა სასამართლო, რა თქმა უნდა, მანამდე იყო მოტაცებული და მე ვიყავი წინა ხაზზე ამ ბრძოლისა. კურსი შეიცვალა უკრაინის ომთან ერთად. მადლობა. ანა დოლიძეს პარტია ხალხისთვის ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.